ორი მღვინთავი გადაწყვეტს ჩაყვინთოს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მღვიმეში. ერთი მღვინთავის ცხედარი 10 წლის შემდეგ პოულობენ, ხოლო მეორის ამოყვანას თითქმის 21 წელი სჭირდება. 3 წარუმატებელი მცდელობისა და შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ. ეს არის კენტ მორპინისა და მარკ ბრაშიერის ისტორია და მცდელობა, რომ მათი ცხედრები ამოეყვანათ ჯეიკობის ჭიდან, ჰეისის საგრაფოში, ტეხასში. ჯეიკობის ჭა არის მტკნარი წყლის წყარო, რომელიც პირველად დააფიქსირეს დაახლოებით 1850 წელს და მისი დიამეტრი ზედაპირზე 4 მეტრს შეადგენს. ის ჩადის 53 მეტრის სიღრმეზე თავის ყველაზე ღრმა დაფიქსირებულ წერტილში და ვრცელდება 1310 მეტრამდე თავის ყველაზე შორეულ დაფიქსირებულ წერტილში. ჯეიკობის ჭაში ცივი და გამჭვირვალე წყალი ამოდის ტრინიტის აკვიფერიდან. წყაროს ზედაპირი ფაქტობრივად მდებარეობს გარშემო წყლის დონეზე ქვემოთ. ეს ნიშნავს, რომ წყალი ამოდის წყაროდან, გარშემო არსებული მიწისქვეშა წყლების დონის წონის წამს. 1924 წელს წყაროში წყლის ნაკადის სიჩქარე პირველად გაზომეს და ის 1 კუბურ მეტრზე ნაკლები იყო წამში. 2000 წელს ჭიდან წყლის დენა შეწყდა. მას შემდეგ წყლის დენა 4-ჯერ შეწყდა, ბოლოს კი 2022 წლის ივლისში. ეს ხდება მაშინ, როდესაც მიწისქვეშა წყლების დონე იკლებს და წყლის წნევა საკმარისი აღარ არის იმისთვის, რომ წყაროში აღმავალი დინება შეიქმნას. დაბალი დინების სიჩქარე მღვინთავებს უადვილებს მღვიმის სისტემაში შესვლას, რადგან მათ აღარ უწევთ დინების წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მღვიმის სისტემაში შესვლა უსაფრთხო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მღვიმეში ყვინთვას თავისი თანდაყოლილი საფრთხეები აქვს, ჯეიკობის ჭის უფრო საშიშს 3 რამ ხდის. წყლის დინება, რომელსაც მღვინთავმა უნდა გაუმკლავდეს, შესვლისას კამერებს შორის ვიწრო გასასვლელები, რომლებიც ხშირად დაქანებულია ქვემოთ და არასტაბილური ხრეში, რომელიც შეიძლება ამ ვიწრო გასასვლელებს მთლიანად შეავსოს. ამ შეზღუდვათაგან ერთ-ერთს დაბადების არხი ეწოდება. დაახლოებით 21 მეტრის სიღრმეზე, მას შემდეგ რაც მღვინთავები ხრეშის დაქანებულ ფერდობზე ჩავლენ, მათ უნდა გაიკვალონ გზა ისეთ გასასვლელში, რომელიც შეიძლება მხოლოდ 38 სანტიმეტრის სიგანის იყოს, იმის მიხედვით, რამდენი ხრეში ჩამოსულა ფერდობზე. ფერდობი უფრო ფართო დარბაზში გადადის. ხშირად მღვინთავებს უწევთ ხრეში გზის გათხრა, შემდეგ კი თავიანთი აღჭურვილობის წინ გაძრობა არხში და დარბაზში. როგორც კი ამ ვიწრო არხს გაივლიან, მღვინთავები შემდეგ დარბაზში ჩნდებიან. წლების განმავლობაში ჯეიკობის ჭაში 9-მდე აკვალანგით ღვინვისას სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა. შესაძლოა კიდევ უფრო მეტი დაუფიქსირებელი სიკვდილი იყოს. დღესდღეობით მღვიმის სისტემაში ჩასაყვინთად ნებართვა გჭირდებათ. 1969 წლის 9 სექტემბერს ორი მღვინთავი ჯეიკობის ჭასთან მივიდა მღვიმის სისტემაში ჩასაყვინთად. ისინი დაახლოებით 20 კაციან ჯგუფში არიან, მაგრამ ამ ორს სურს მღვიმეში შევიდნენ მანამდე, სანამ დიდი ჯგუფი მღვიმეში ნალექს არ ააფორიაქებს. იმ საღამოს 23 საათსა და 30 წუთზე, როცა ისინი მივიდნენ, წყალში შევიდნენ, მაშინ როცა სხვების უმეტესობა ბანაკს აწყობდა. კენტ მორპინი და მარკ ბრაშიერი 20-იანი წლების დასაწყისში მყოფი გამოცდილი მღვინთავები არიან. კენტი ასისტენტი ინსტრუქტორია, ის 12 წლიდან მღვინთაობს. ისინი მხოლოდ პირველები არ სურთ იყვნენ, ვინც მღვიმეში ჩაყვინოს, არამედ სურთ ბოლომდე, ბოლო დაფიქსირებულ კამერამდე მივიდნენ, რომელსაც მომაკვდინებელი ისტორია აქვს. მარკი და კენტი ჩადიან პირველ კამერაში, სადაც წყარო ზედაპირზე ამოდის. ეს არის 9 მეტრიანი დაშვება პლატფორმამდე, საიდანაც ისინი გვერდულად გადადიან შემდეგ კამერაში. მეორე კამერა გრძელი და დახრილია. მეორე კამერის ბოლოში ვიწრო გასასვლელია მესამე კამერაში, რომელსაც დაბადების არხს უწოდებენ და დაახლოებით 23 მეტრის სიღრმეზე. დაბადების არხის გავლის შემდეგ მესამე კამერაში კენტი და მარკი რამდენიმე სხვა მღვინთავს პოულობენ, რომლებიც იკვლევენ იმ კამერას, რომელსაც ყველა მღვიმის სისტემაში ბოლო უსაფრთხო კამერად მიიჩნევს. მარკსა და კენტს თვალი 1 ნანატრ მიზანზე უჭირავთ, მეოთხე კამერაზე, რომელმაც უკვე 4 სხვა მღვინთავის სიცოცხლე შეიწირა. ისინი ეშვებიან დახრილ ხრეშის იატაკზე და ჩადიან მეოთხე კამერის შესასვლელთან, დაახლოებით 27 მეტრის სიღრმეზე. ეს უკვე იმ სიღრმეს უახლოვდება, სადაც მღვინთავები იწყებენ აზოტის ნარკოზის განცდას. აზოტის ნარკოზი არის ნევროლოგიური ეფექტი, რომელიც გამოწვეულია წნევის ქვეშ აზოტის ჩასუნთქვით. ეს გამოწვეულია თქვენი სასუნთქი აირის აზოტის მოლეკულებით, რომლებიც წნევის ქვეშ უფრო ახლოს ეწევა ერთმანეთს და შემდეგ ზღუდავს ნეირონების ნაკადს ტვინის სინაფსებში. მღვინთავები ამას განიცდიან ისე, როგორც მარტინის დალევას. რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, მით მეტი მარტინია. ის ასევე სწრაფად გადის, როგორც კი ამოდიხარ.
კენტი იხსნის თავის სკუბა აღჭურვილობას, ტრიალდება და ზურგით შედის გვირაბში, რომელიც მეოთხე კამერაში მიდის. მარკიც იმავეს აკეთებს და მიხვება. ჯო მოი მესამე კამერაშია და ხედავს, როგორ შედის მარკი გვირაბში, მხოლოდ ერთი ფარით და გამოქვაბულის რილის გარეშე. ის მიყვება და მარკს ფარით ანათებს, რომ მისი ყურადღება მიიპყროს და ამ ქმედების სისწორე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. მე ამას გვირაბულ ხედვას დავარქმევდი, მარკი არც კი ახედავს. ის უბრალოდ ზურგით შედის გვირაბში, არც კენდი და არც მარკი აღარ ჩნდებიან. ჯო მოი შოკშია იმისგან, რაც ახლახან ნახა. ის ელოდება იმდენ ხანს, რამდენიც ჰაერის მარაგი მისცემს საშუალებას. შემდეგ კი ერთ-ერთ ფანარს ტოვებს მეოთხე კამერის შესასვლელთან, იმ იმედით, რომ ორი მყინთავი სინათლეს დაინახავს. შემდეგ ის ბრუნდება და გამოქვაბულიდან გამოდის, რათა სხვა მყინთავებს აცნობს. ასვლისას ჯო ნანახითაა აფორიაქებული. ის იცის, რომ ზედაპირზე მიდის, რათა სამძებრო ოპერაცია ორგანიზოს. გულში იმედოვნებს, რომ ეს გადარჩენის ოპერაცია. გონებაში კი იცის, რომ ეს ცხედრის ამოყვანაა. ჯო ზედაპირზე ადის და დანარჩენ მყინთავებს ატყობინებს, რაც მოხდა. ადგილობრივ სამართალდამცავებს გამოძახება ეგზავნებათ. პოლ ბატალია, პოლიციის ოფიცერი და მღვიმეების მყინთავია პოლიციის განყოფილებაში. მას ურეკავენ, რომ ორგანიზება გაუწიოს სამაშველო ოპერაციას. პირველი ზარიდან 1 საათის შემდეგ პოლ ბატალია დონ დიბლის სახლში მიდის. დიბლი ყოფილი საზღვაო მყინთავია, მღვიმეების მყინთავობის ექსპერტი, მყინთავობის ინსტრუქტორი, ადგილობრივი მყინთავობის მაღაზიის მფლობელი და პოლ ბატალიასთან ერთად ჰეისის ოლქის მოხალისე ცხედრების ამოსვენების ჯგუფის წევრია. დიბლი და ბატალია განიხილავენ, როგორ წარიმართება სამაშველო ოპერაცია. ისინი ამას სამაშველო ოპერაციად განიხილავენ, მაგრამ იციან, რომ ეს ცხედრის ამოსვენებაა. ცხედრის ამოსვენების გეგმა მხოლოდ მცირედით განსხვავდება სამაშველო ოპერაციისგან, ამიტომ ისინი იწყებენ მოქმედებას. ისინი იძახებენ ცხედრების ამოსვენების ჯგუფის სხვა წევრებს, მიდიან დიბლის მყინთავების მაღაზიაში აღჭურვილობის ასაღებად და შემდეგ მიემართებიან ჯეიკობის ჭისკენ. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, რაც მყინთავების მაღაზიიდან გამოვიდნენ, ისინი ბნელში ჩადიან. ფასადენას ჯგუფი წყალშია და ორ დაკარგულ მყინთავს ეძებს. ისინი დიბლს ატყობინებენ, რომ ვერ შეძლეს მარკის ან კენტის ამოსვენება და მთელ მღვიმის სისტემაში ეძებდნენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ორი მყინთავი მეოთხე კამერაშია, რადგან ერთ-ერთმა მყინთავმა იფიქრა, რომ ნახა აღჭურვილობა, რომელიც დაფარული იყო ხრეშის ჩამოქცევით იმ დერეფანში, რომელიც ქვედა კამერაში ჩადის. ამ მყინთავის სახელი არც ერთ ანგარიშში არ არის მითითებული, რაც მე ვიპოვე, მაგრამ ამბობენ, რომ მან ზედიზედ 2-19 წუთიანი ჩაყვინთვა შეასრულა. შეამჩნია ცხედრები და შემდეგ სახლში წავიდა დასასვენებლად, სადაც მას განვითარდა დეკომპრესიის დაავადება და მკურნალობისთვის მოუწია რეკომპრესიის კამერაში შესვლა. ეს აჩვენებს ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას ნებისმიერ სამაშველო ოპერაციაში. როდესაც მყინთავები საფრთხეში ვარდებიან, ეს ჩვეულებრივ ხდება იმიტომ, რომ ისინი უსაფრთხოების ზღვარს აჭარბებენ ექსტრემალურ გარემოში. მაშველები შემდეგ აღმოჩნდებიან ისეთ მდგომარეობაში, სადაც მათაც უწევთ უსაფრთხოების ზღვრის კიდევ უფრო გადალახვა. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ მათზე მოქმედებს დროის წნეხი, რაც ხშირად იწვევს არასწორ გადაწყვეტილებებს. ჩაყვინთვის დაგეგმვის ცხილები გამოიყენება იმის დასადგენად, თუ რამდენ ხანს შეუძლია მყინთავს დარჩეს კონკრეტულ სიღრმეზე და შემდეგ რამდენი ხანი უნდა გაატაროს წყალს გარეთ მელსკი ჩაყვინთვის წინ. 42 მეტრზე შეგიძლიათ დარჩეთ მხოლოდ 8 წუთით, სანამ ჩაყვინთვა დეკომპრესიულ ჩაყვინთვად იქცევა, სადაც ამოსვლისას უსაფრთხოების შეჩერებები უნდა გააკეთოთ. შემდეგ უნდა დარჩეთ წყალს გარეთ არანაკლებ 1 საათი და 30 წუთი, სანამ კვლავ ჩაყვინთავთ. ამიტომ ამ მყინთავმა 2 დეკომპრესიული ჩაყვინთა გააკეთა, მათ შორის ინტერვალის გარეშე, რათა ეცადა და სიცოცხლეები გადაერჩინა. და ამ პროცესში მას დეკომპრესიის დაავადება დაემართა. ჯერ კიდევ ბნელა და დონმა პირველად იფიქრა, რომ დღის სინათლემდე დაეცადა. მისი გამოცდილებით ექს პირების ამოყვანისას ისინი ჩვეულებრივ მზად არიან, რომ მზის ამოსვლამდე დაიცადონ. ის გარდაცვლილებს X პირებად მოიხსენიებს, რათა თავი დააშოროს იმ რეალობას, რომ საქმე აქვს ადამიანებთან, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან. ეს არის თავისებური თავდაცვითი მექანიზმი, რომელიც მან წლების განმავლობაში გამოიმუშავა ცხედრების პონისას. მაგრამ მღვიმეში დღისითაც ისეთივე სიბნელეა, როგორც ღამით. ამიტომ ის ორ მყინთავს აგზავნის წყალში, რათა შეაფასონ სიტუაცია. ისინი ზედაპირზე ბრუნდებიან და დონს ატყობინებენ, რომ ეს მარტივი ამოღება არ იქნება. ისინი ვერ ხედავენ ცხედრებს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ისინი დაფარულია ხრეშით იმ დერეფანში, რომელიც მეოთხე კამერაში ჩადის. ისინი საკმაოდ შეშფოთებულები არიან იმ იდეით, რომ ცხედრების ამოღებას ცადონ, რადგან ხედავენ, რომ მეტი ხრეში მარტივად შეიძლება ჩამოიშალოს დაქანებულ ნაწილზე და დამარხოს ნებისმიერი მაშველი, ვინც ვიწრო დერეფანში მუშაობს.
დილის 10 საათზე. დონმა კიდევ 2 მკვინთავი ჩაუშვა ქვემოთ. ისინი იწყებენ ქრისა და ხრეშის მოცილებას მეოთხე კამერის შესასვლელთან. მათი იმედია, რომ ამოთხრიან არხს, რათა შემდეგ კამერაში შევიდნენ, მაგრამ ნებისმიერი ქვა, რომელსაც ამოიღებენ, სწრაფად იცვლება ახალი ხრეშით. დონი გადაწყვეტს თავად ნახოს ყველაფერი. ის და მისი მეგობარი რამდენიმე დამატებით ბალონებს იღებენ, რომლებსაც 8 და 23 მეტრზე უკანა გზისთვის დოვებენ. დონი კამერის შესასვლელთან მიდის, რომელიც ზედაპირიდან 43 მეტრის სიღრმეზე. მიმოსასვლელი ჭერისა და ხრეშის შორის ვიწროვდება. ის გადაწყვეტს ოდნავ შეიჯრას, რომ სცადოს და ნახოს მიმოსასვლელის უკანა ნაწილი. ის მხრებამდე აღწევს, როცა ხრეში უკნიდან ჩაცურდება და მას იმავე მდგომარეობაში ამწყუდებს, როგორც იმ 2 მკვინთავს, ვისი სხეულების პოვნასაც ცდილობს. დონის სუნთქვა ჩქარდება და გული ძლიერად უცემს. დონმა მაშინვე იცის, რომ საფრთხეშია, მაგრამ გამოცდილებისგან მიღებული სიმშვიდით ცდილობს თავი დაიხსნას. ჯერ ხელების მოძრაობას ცდილობს, მაგრამ ისინი მჭიდროდ აქვს გაჭედილი. ვერც კი ახერხებს რილის თოკის გამოკაჩვას. როცა სხეულს ამოძრავებს, მეტი ხრეში ეყრება გარშემო. მიუხედავად იმისა, რომ გონებაში სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობს, პანიკა ეწყება. იწებს ტრიალს და წვალებას, რომ გათავისუფლდეს. ღრმად ისუნთქავს და ძლიერ ყლაპავს. შემდეგ კი თავის გასაკვირად და შვებით ხრეში უშვებს. ხრეში მის ქვემოთ ჩაიცურებს და ის გვირაბიდან უკან გამოსვლას ახერხებს. მაგრამ იმდენი ჰაერი ჩაისუნთქა და გადაკლაპა, რომ მისი ბალონები უკვე ცარიელი. მერღევი და დაბნეული, მისი მეგობარი სათადარიგო რეგულატორს დონთან პირში აჩრის და იწყებს მის ამოყვანას კამერაში. ვიწრო გასასვლელის მეორე მხარეს სათადარიგო ბალონია. დონმა სწრაფად უნდა მიაღწიოს იქამდე, მაგრამ ჩაკლაპული ჰაერი ახლა მის კუჭში ფართოვდება. ჰაერი წყლის წნევის ქვეშ იკუმშება. როდესაც ჰაერის ბუშტი ზევით ადის, ის ფართოვდება. ამიტომ დონმა ჩაკლაპული მცირე რაოდენობის ჰაერი ეხლა 43 მეტრიდან ზედაპირზე ასვლისას ფართოვდება. სანამ დონ ზედაპირზეავა, ჰაერი 5ჯერ გაიზრდება იმ მოცულობასთან შედარებით, როცა მან ის ჩაკლაპა. დონის მუცელი იმდენად ფართოვდება, რომ 2 სულივით გამოიყურება. მას რეკომპრესიის კამერაში მიიყვანენ, მაგრამ კურნალობა ვერაფერს შველის მის ტკივილს. მას სხვა საავადმყოფოში გადაიყვანენ, სადაც რენტგენი აჩვენებს, რომ მისი მუცელი გახეთქილია და ჰაერი ავსებს მუცლის ღრუს. მისი ექიმი აღწერს ოპერაციას, რომელსაც ატარებს, როგორც კალათბურთის ბურჯში გაჭას, რომელსაც მაშინვე ჰაერი ეცლება. დონის საავადმყოფოს ანგარიში მას $8,000 ვალში ტოვებს, რადგან მისი დაზღვევა ვადაგასული იყო. შემდეგ კვირებში მკვინთათა საზოგადოებამ თავი მოუყარა თანხების შესაგროვებლად, რათა დონისთვის დახმარება გაეწიათ. ჯეიკობს უელში დაბრუნებისას ამოყვანის ოპერაციები გაგრძელდა მკვინთავთა საზოგადოების კიდევ ერთი ლიდერის, დონ ბროდის ხელმძღვანელობით. ბროდს ჯეიკობს უელთან ისტორია აქვს. მას შემდეგ, რაც მკვინთავები პრობლემაში აღმოჩნდნენ, ბროდმა მოლაპარაკება გამართა მიწის მფლობელთან, რათა მას მიეცა უფლება მართოს ეს ადგილი. მან დაიწყო შესასვლელი საფასურის აღება, რომელსაც იყენებდა ჭაბურღილზე წვდომის რეგულირების ხარჯების დასაფარად. ამ პროცესის საშუალებით მას შეეძლო დარწმუნებულიყო, რომ მკვინთავებს ჰქონდათ შესაბამისი მომზადება და გამოცდილება, რათა ასეთ რთულ გარემოში ეკვინთათ. მაგრამ სხვა მკვინთავთა ცენტრებსა და ინსტრუქტორებს არ მოსწონდათ შესასვლელი საფასურის გადახდა იმ ადგილზე, სადაც ადრე თავისუფლად შეეძლოთ შესვლა. საჩივრები დაგროვდა მიწის მფლობელთან, რომელმაც შემდეგ კონტრაქტის ვადა ამოიწურა და ბროდს აღარ ჰქონდა შესაძლებლობა ჭაბურღილზე უსაფრთხოების სტანდარტები დაერეგულირებინა. ეხლა ბროდი დაბრუნდა 2 მკვინთავის ცხედრის ამოსაყვანად და იცის, რომ ეს თავიდან იქნებოდა აცილებული, მას რომ ისევ კონტროლი ჰქონოდა. ის თავის იმედგაცრუებას გვერდზედებს, რათა ამ 2 ახალგაზრდა კაცის ცხედრების ამოყვანაში დაეხმაროს. ბროდი ამოწმებს ადგილს, რომელიც კარგად იცის. ის ადგენს გეგმას, რომ ხრეში ამოიღონ ბადის ჩანთებში ჩაყრით და ამ ჩანთებს ამწევით ომრებით ზედაპირზე აიტანენ. ისინი დაიწყებენ ფერდობის ზედა ნაწილიდან და ნელ-ნელა ქვემოთ ჩამოვლენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ფერდობის ზედა ნაწილში ხრეში არ დარჩება, რომელიც შეიძლება ჩამოიშალოს და ჩაანაცვლოს ის ხრეში, რომელსაც ისინი დერეფნიდან ამოიღებენ. ის ოჯახებსა და ხელისუფლებას ატყობინებს, რომ ამ ადგილის გათხრა ბევრ კვირას შესაძლოა თვეებსაც კი წაიღებს. კენტისა და მარკის მშობლებს აცნობეს და ისინი ჭასთან მიდიან. კენტის მამა გაოცებულია მკვინთავთა საზოგადოების მხარდაჭერით, რომლებიც იკრიბებიან, რათა მათი შვილის სხეულების პოვნა სცადო. ადგილობრივმა ბანკმა ფონდი შექმნა და საზოგადოებამ დაიწყო თანხის შეწირვა კენტისა და მარკის ცხედრების ამოყვანის ლოგისტიკის მხარდასაჭერად. ოჯახებსა და ხელისუფლებას ახლა რთული ამოცანა აქვთ. უნდა აირჩიონ, ვის აქვს საუკეთესო გეგმა მათი საყვარელი ადამიანების დასაბრუნებლად. 2 მკვინთავი გარდაცვლილია და დაკარგულია.
ერთმა სამოყვარულო მკვინთავმა დეკომპრესიული დაავადება დაემართა. კიდევ ერთმა პროფესიონალმა სამძებრო სამაშველო მკვინთავმა კუჭი გაუსკდა. კიდევ ერთ მღვიმეების ექსპერტს აქვს ამბიციური გეგმა, რომ ხელით გათხაროს ეს ადგილი რამდენიმე თვის განმავლობაში. დამწუხრებულები და შესაძლოა სასოწარკვეთილები, რომ რაც შეიძლება მალე იპოვონ თავიანთი საყვარელი ადამიანების ცხედრები, ხელისუფლებასთან ერთად, რომლებიც სწრაფ გადაწყვეტას ეძებენ, ისინი ალტერნატიულ ვარიანტს ეძებენ. ისინი ამ ალტერნატივას პოულობენ კომერციული მკვინთავების კომპანიაში, შეფერის მკვინთავთა კომპანიაში, ფრიპორტიდან. კომპანიის მფლობელი ლუის შეფერი ჟურნალისტებს ეუბნება: "კი, ჩვენ მათ გამოვიყვანთ. ის მოაქვს რეკომპრესიის კამერა, ჰაერის კომპრესორები და ხრეშის ტუმბვის აღჭურვილობა. ოპერაციის ღირებულება იწყება $5,000-დან, რათა აღჭურვილობა ადგილზე მიიტანონ და დღეში $2,500 შეადგენს." ლუისი ელოდება, რომ ამას 2 ან 3 დღე დასჭირდება. ის და მისი გუნდი ამზადებენ აღჭურვილობას და იწყებენ დერეფნიდან მიწისა და ხრეშის ამოტუმბას. კომერციული მკვინთავები იყენებენ ზედაპირიდან ჰაერის მიწოდების სისტემას, რაც ნიშნავს, რომ მათ აქვთ სპეციალური შლანგი, რომელიც ზედაპირზე მდებარე კომპრესორებიდან ჰაერს აწვდის და ორმხრივ კომუნიკაციას უზრუნველყოფს. დიდი ქვები ტილოს სტომრებში დებენ და თოკებით ამოაქვთ, რასაც მოხალისე მკვინთავები მართავენ. ხრეშს ამოტუმბავენ გრძელი მილებით, რომლებიც ხრეშს ისე ისრუტავს, როგორც დიდი მტვერსა სრუტი. რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება ქვიშისა და ხრეშის ამოტუმბვის სრუტი. არაერთხელ კომერციული მკვინთავები დილით ჩადიან და პოულობენ, რომ წინა დღეს გაწმენდილ დერეფანში კიდევ მეტი ხრეშია ჩალექილი. ოპერაციიდან თითქმის 1 კვირის შემდეგ ერთ-ერთი მკვინთავი ხრეშის ჩამოქცევაში მოყვება, მაგრამ მისი კოლეგები სწრაფად ახერხებენ მიხებენ მის ამოთხრას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მკვინთავებს აფორიაქებს, კიდევ რამდენიმე დღიანი თხრის შემდეგ მათ შეუძლიათ კამერა გარკვეულ მანძილზე შეიტანონ დერეფანში. ხალხის ჯგუფი ამოწმებს ჩანაწერს და ფიქრობენ, რომ მეტალის ავზი ჩანს, მაგრამ საკმარისად მკაფიო არ არის, რომ დარწმუნდნენ. მეორე დღეს ისინი აგრძელებენ თხრას, სანამ ერთ-ერთი მკვინთავი თითქმის მთლიანად ვერ გაძვრება გასასვლელში. ის ამბობს, რომ კამერის ნაწილი ჩანს, მაგრამ ვერ მიდის იმდენად შორს, რომ მთელი კამერა დაინახოს. არსებობს 2 დიდი ლოდი და რამდენიმე ტონა ხრეში, რომელიც უნდა მოიშორო. ლუის შეფერის მარჯვენა ხელი, ბილ რაითი, რომელიც წყალქვეშა სამუშაოების ხელმძღვანელია, პრეს-კონფერენციას მართავს და აცხადებს, რომ ფული აღარ დარჩათ. ისინი უფასოდ არ ყვინთავენ და ვიღაცამ მათი ხარჯები უნდა დაფაროს. ბილი და მისი ხალხი ადგილობრივ სასტუმროს ნომერში ჩერდებიან და რამდენიმე დღეს ელოდებიან, სანამ საბოლოოდ პასადენას შტატის სენატორი დაადასტურებს, რომ კომპანიის დღემდე არსებულ ხარჯებს დაფარავს. და შემდეგ ლუი შეფერი ამბობს, რომ ამ დროიდან კომპანიის მომსახურებას უსასტიდლოდ გასცევს. მკვინთავები რამდენიმე დღის პოლიტიკური თამაშების შემდეგ ისევ ბრუნდებიან ადგილზე, მაგრამ აღმოაჩენენ, რომ მთელი გასასვლელი ისევ ხრეშით არის სავსე. მეორე მკვინთავთა კომპანიას იძახებენ, რომ თავისი აზრი დააფიქსიროს და ყველა ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდის. უბრალოდ არ არსებობს უსაფრთხო და ეკონომიური გზა, რომ ჯეიკობის ჭიდან მთელი ხრეში ამოიღონ ისე, რომ შეძლონ მეოთხე კამერას შესვლა და კენტისა და მარკის ცხედრების ძებნა. კენტის მამა მადლიერია, რომ ამდენმა ადამიანმა თავისი სიცოცხლე საფრთხეს ჩააგდო, რათა მათი შვილის ცხედრების დაბრუნებაში დახმარებოდნენ. მაგრამ ის ასევე შეშფოთებულია, რომ თუ ისინი კიდევ უფრო გააგრძელებენ, შეიძლება მეტი ადამიანი დაშავდეს, ან თუნდაც დაიღუპოს. ორი მკვინთავის გაუჩინარებიდან 12 დღის შემდეგ საძიებო ოპერაცია შეწყვეტილია. დონ დიბლი გამოჯამთელების შემდეგ მეგობრების ჯგუფთან ერთად ჯეიკობის ჭაში დასაყვინთავად ბრუნდება. მათ დაიწყეს გისოს ცემენტით დამაგრება, რომელიც ხელს შეუშლიდა მკვინთავებს, რომ ისინი დაბადების არხზე უფრო შორს არ წასულიყვნენ. რამდენიმე თვის შემდეგ დიბლი ბრუნდება და აღმოაჩენს, რომ მისი გისოსი მოხსნილია და იქ წერილი დატოვებულია, სადაც წერია: ვერ შეგვაჩერებ. 1981 წელს წყალდიდობის დროს სისტემაში წყლის დონე იმდენად აიწია, რომ დინება მღვიმის სისტემაში შეაღწია და მარკ ბრაშიერის ნეშტი ჭიდან გარეთ გამოიტანა. წლების განმავლობაში დინებების ცვლილებების შედეგად გვირაბში ხრეში იმდენად გადაიწია, რომ სან მარკოსის სამაშველო ჯგუფის წევრებს მღვიმეში შესვლის საშუალება მიეცათ. ავარიიდან 21 წლის შემდეგ კენტ მორპინის ნეშტი საბოლოოდ ამოიღეს. მისმა მშობლებმა ეს მაშინ გაიგეს, როცა ჟურნალისტმა კომენტარისთვის დაურეკა. თუ გსურთ მეტი კატასტროფის ვიდეოს ნახვა, დააწკაპუნეთ ეკრანზე არსებულ ბმულზე ახლა.